მსოფლიო ჩემპიონატის დაძაბული მატჩების შემდეგ საქართველოს შეეცდება ევროპის ჩემპიონატის გასვლას და იმის მოგებას. ჯერ შევეცდებით რომ გავიდეთ, ხოლო მერე მოვიკოთ. ჩვენ მოხვდით ჯგუფშიცა კოსოვო, თურქეთი, ინგლისი და მალტა. პირველად ვეჯიბრებით კოსოვოს, მერე თურქეთს, მერე მალტას, მერე ინგლისს და მერე ეს მატჩები განმეორდება და აქ კოსოვო მიიწევს, ჩაკვეტაძე მისდევს, ჩაუსრიალდა და ჯარიმა და სახიფათო ჯარიმა და წითელი ბარათი ჩაკვეტაძეზე. ძალიან კოშმარული დასაწყისი გვაქვს და ვნახოთ აბა დარტყმა და სამწუხაროდ ჯარიმით კოსოვოელებმა გაგვიხსნეს ანგარიში, მაგრამ ჯერ მთელი თამაში წინაა, ამოქაჩო არც ისე მარტივი იქნება, რადგან 10 კაცით დავრჩით, რამაც ჯარიმა გაგვიტანა. საქართველოს კი გაუტარა, მაგრამ რატო დავუწუნოთ? კაი ჯარიმა იყო და გაგნიძე მიიწევს. კარგია, გაგნიძე, ისევ გაგნიძე, ჩააწოდა საჯარიმოში, ყვარა დარტყმა და ვეღარ მოახერხა დარტყმა. მიკარემ აიღო და კოსოვო ისევ ახალ შეტევას ამზადებს, მაგრამ ჩვენ შეუშვათ ხელი. ხარებაშვილი, კარგია, დარტყმა და ესეც მიკარემ აიღო და ლობჟანიძე კარგ პრესინგს მიმართავს, დარტყმა ოდიშარია დამატებაზე და ოდიშარია თანაბრებს. დამატებაზე ოდიშარია, რაც ნაკრებში მოვიდა, ნაკრების ხერხემალი გახდა. სულ ძირითადში არ ამოვარდნილა, კარგ მატჩებს ატარებს, ხანდახან გოლსაც იტანს, ამიტომ ოდიშარიის შემოწმით გავუძლიერდით და ბერუაშვილის. ოდიშარია და ბერუაშვილი ძირითად ის მთავარ ხერხემლებად იქცნენ მამარდაშვილის და ლობჟანიძის ჩამნაცვლებლები და ახლა აქ უკვე თანაბარია და შეგვიძლია ისევ წინ გასვლა. გაგნიძე, კიტეიშვილი ჩააწოდა დარტყმა და გამოიტანეს, მაგრამ ისევ ქართველები არიან ბურთით. ოდიშარიამ დარტყმა ვეღარ მოახერხა და ერთი კი არა, სამი ერთზე არიან ბეკარეზე და ბერუაშვილი თუ მოხსნის ამას და ბერუაშვილმა მოხსნა ბურთი და ამოარტყა. ეს ამორტყმა ჩვენი კოზირია და ბევრი გოლი გაგვიტანია, მაგრამ კვარცხელიამ ახლა ვერაფერი მოიმოქმედა. ლობჟანი ის ლომინაძე, არა ლომინაძე აქა ის ლობჟანიძე იყო. კარგია, ხვიჩა, დარტყმა და 2-1. აბა რა, ხვიჩა კვარაცხელია. დღეს ორივე გოლი თავულით გავიდა და ურა კარგია, შენ გენაცვალე. და ტაბიძე კი არა, გაგნიძე, ლომინაძე, დარტყმა, რა გოლი! ეს რა გოლი გაიტანა ლომინაძე. შეტევა თითქოს უიმედ იყო, ასეთ დარტყმებს სულაც ელდა და რა გოლი შეაგდო. და 3-1-ზე გავიჭერით უკვე წინ. ამაზე კარგი ტაიმი არ ვქონია, მე მგონი და კიდე მეოთხესთვის ვზადებთ. ლომინაძე დარტყმა, ეს მიკარემ მოიგერია. დუბლთან იყო ახლოს ლომინაძე, ნოდო ლომინაძე. მანაც გააძლიერა ნაკრები რომ მოვიდა და წითელი ბარათი და კაკაბაძეზე საქართველოს 9 კაცა რჩება. მოუგებს თუ არა 9 კაცა საქართველო, 11 კაცა კოსოვოს გაუძლებს თუ არა, ესაა ჩემი კითხვა. დარტყმა და აცდა. კარგია რო აცდა, აბა რა უნდა ექნა სხვა. ჩვენ სასარგებლოდ რა თქმა უნდა ოღონ ბერუაშვილი და რა ხდება ეს რა ქნა
მოარტყი ბეროა მოარტყას არის კოქმედებები გააკეთა აქ და კიდამთავრდა ტაიმი აქა პირველი ტაიმი მორჩა და დაიწყო მეორე ტაიმი მეორე ტაიმში ცვლილებები არ გვაქვს და 3-1 ვიგებთ 9 კაცა საქართველო 10 კაცამ ამოვუქაჩეთ კამბექი გავუკეთეთ და ძალიან სახიფათო შეტევაზე მიდის კოსოვო და რა ხდება და ის ხდება რომ ერთ ბურთამდე ამცირებს კოსოვოს ხოვებას და 3-2 ხდება ანგარიში კარგია სულ პირველი მატჩი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციისა მე მგონი კარგი მატჩია კარგი გასახურებელი სხვა მატჩებისა და ქოჩორაშვილი რა კარგი პასი გააკეთა მაგრამ არ დაუპასდა და მიყვება კვალ და კვალ ხარებაშვილი ამორტყმა ვეღარ მოახერხა და ბეროაშვილი დაეუფლება ამ ბურთს ბეროაშვილი ამოარტყა და სახიფათო შეტევა გამოვიდოდა მაგრამ თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა აქ მთავარმა მსაჯმა ქოჩორაშვილი გააკეთა პასი და რა კარგად გაუყოლა მაგრამ ძლიერი პასი იყო და ლომინაძე ამას ვერ მიწდებოდა გააკეთა პასი მეკარემ და პრესინგს ვცდილობდით აქ და სახიფათო მომენტი ქოჩორაშვილი მიყვება რას შვება ქოჩორაშვილი რა შვება და წითელ ბარათს და ჯარიმას იკიდებს და სახიფათო ჯარიმა კიდევ პლუს ამას 8 კაცა საქართველო ურჩებით შესაძლოა 7 კაცაც თუ სწორად დავითვალე არა 8 კაცი საქართველო ვართ რთული ამოცანის წინაშე არ უნდა დავაკამბექებინოთ კოსოვოს და უნდა გავძლოთ აი ესაა ჩვენი ამოცანა რომელსაც 11 კაცა კოსოვოა და კიდე თამაშგარე მდგომარეობა ამ ამოცანას თუ შევასრულებთ ყოჩახს აღოლ ჩვენ და ბურთი ჩვენ გვრჩება დროის გაწელას თუ შევეცდებით არ იქნება ცუდი ოღონდ არ უნდა გამოიყენონ თავის სასარგებლოდ და შეცდომები არ უნდა დაუშვათ როგორც ეხლა დაუშვა და კიტეიშვილი სამწუხაროდ პენალტი აკვირდა და 7 კაცა დაგვტოვა საქართველო ძალიან გართულდა ამოცანა უკვე აბა მოვახერხებთ თუ ვერა გავძლოთ დარტყმა და ცოცხალ კედელს ხვდება აქ ბურთი კი არა არ ხვდება ეგრე გავდა მაგრამ არ მოხვდა სინამდვილეში და ბეროაშვილი განაახლებს თამაშს და ჩაწოდება გადაიტანეს ბურთი მარცხენა ფრთაზე კვარაცხელია კარგია ჩაწოდება დარტყმა შტანგას მოხვდა ბურთი და 1-1-ზე არიან კოსოვოელები და უნდა გადაურჩეთ და 3-დან 1 ქულაზე არ უნდა ჩამოვიდეს სამწუხაროდ გადაურჩით დაგვიქამბექეს პლუს შანსი შეგვიმცირეს სოფლიოზე გასვლისას თუ რა თქმა უნდა ჯერ არ მოვუკაჩეთ მაინც თამაში წინა მაგრამ 3 ქულა პირველ თამაშში ასეთ დაძაბულ მატჩში არ იქნებოდა ცუდი ასე რომ ნახოთ შევძლებთ თუ არა და კვარაცხელია ხარებაშვილი ლომინაძე ვეღარ დაეწია ბურთს საერთოდ ქულა არ დავკარგოთ ახლა ხარებაშვილი მიწევს და მაინც ჩაუსრიალა და 6 კაცა ურჩებით საქართველო ეს რა ხდება რა კოშმარია ეს რა არის რა უბედურება დარტყმა და კარგად გადაურჩენილ ვართ და ძელთან ახლოს ჩაუქროლა კარს ბურთი ბეროაშვილი განაახლებს საქართველოს ნაკრებში ისეთი ფეხბურთელი რომელსაც
მთელი იმაში არ მივიღებ ბურთი, არის მამარდაშვილი და ბერუაშვილი მეკარეები არიან და აქ უკვე კარგი შანსი ჩააწოდა ოდიშარია დარტყმა და ეს რა თამაშს ვიგებთ ბიჭო, რა თამაშს ვიგებთ 4-3 და 6-11-ზე საქართველო უტანს გოლს და უგებს 11 კაცსა კოსოვოს, რომლებიც არც თუ ისე სუსტები არიან, ძლიერები არიან პირიქით, ეს რა მატჩს ვიგებთ. ოდიშარიას დუბლი. აბა რა. აი ეგრე და არ გაგვითანა ბრონა აქ. და ვერ გაათანაბრა ცისფერს და გადავჭით და საქართველოს ნაკრებმა სავარაუდოდ მოიგო ეს თამაში, იმიტომ რომ დიდი დრო ამოიწურა და რა თქმა უნდა საქართველოს ეროვნული ნაკრები და საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დაამარცხა კოსოვოს ნაკრები პირველი 3 ქულა და უფრო დავუახლოვდით ევროპის ჩემპიონატს. ახლა კი განახებთ რომელ ადგილზეა საქართველო. პირველ ადგილზეა საქართველო, მეორეც თურქეთი, რადგან მან მალტას მოუგო. ინგლისი საერთოდ არ უთამაშია და მესამეზე და